ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი რუსთავის საკრებულოს წევრებს ხდება მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ასეთ შეხვედრებს, მაგრამ წინა შეხვედრები ჩვენი ყოველთვის ეფუძნებოდა იმ მდგომარეობას, რაც იყო და რაც და ყოველი ახალი ჩამოსვლა იყო გამოცხადება ახალი გზის შენებლობის, პარკის შენებლობის, ახალი საწარმოების გახსნის, ინფრასტრუქტურის გაკეთების, ქალაქის შეკეთების. ჩვენ საოცრებები გავაკეთეთ რუსთავში ბოლო წლების განმავლობაში. ქალაქში საერთოდ პრაქტიკულად არ იყო წყალი. პრაქტიკულად არაღარ დარჩა ადგილი, სადაც არ არის მუდმივად წყალი. ყველგან შევედით გზით, გავაკეთეთ სპორტული ობიექტები, მაგრამ სამწუხაროდ დღეს კონსტატირება გვხდება ფაქტის, რომ ყველაფერი რისი გაკეთება ჩვენმა მთავრობამ, საქართველოს მთავრობა ვერ მოასწრო აქ, მიუხედავად თქვენი დიდი ძალისხმევისა საკრებულოსი, ქალაქის მერის და გუბერნატორის ყველაფერი არის გაჩერებული. გაჩერებულია ის პარკი, რომლის გაკეთება საზეიმოდ დავიწყეთ და ძალიან ბევრი რუსთაველი ელოდებოდა. ძალიან მაგარი პროექტი და ძალიან ამოყობდიან პროექტით. გაჩერებულია სპორტის სასახლე, რომელიც რუსთავს ძალიან ჭირდება ახალგაზრდობას. გაჩერებულია გზა 150 კაც რუსთაველი იყო დასაქმებული, მაგრამ გარდა ამისა ეს რუსთავისთვის იყო საშუალება და ეს გზა რეალურად გაზაფხულზე პრაქტიკულად დამთავრებული იყო უკვე. როგორც ერთმა ტაქსისტმა უთხრა ჩემ ოჯახის წევრს, ბათუმში იყო დაიცოდა რომ ჩემი ოჯახის წევრი იყო ამას წინათ. სადღაც ქალაქს ბათუმში თქოს ყველგან შევედი კარგზით, მაგრამ სადღაც განაპირა იყო ცუდი გზა და ამ ჩემმა ნაცამმა უთხრა რომ რა ცუდი გზა არის, რომ აბა ბიჭო ეს ნეტავი ნაციონალების თავრობას ეს გზაც მოესწრო. ასე რომ და დაწმული ტაქსისტმა იმათ მიცა ხმა. მაგრამ გზები ბაი ჩვენგან უნდა 1000 ლარიან ვაუჩერს ეხა ხალხი მისტირის. და ეხა ხშირად მეკითხება, სად არის 1000 ლარიანი ვაუჩერი, ბოდიში მეუთხარი, პატარა პრობლემაა. არჩევნებზე შეიქმნა პატარა პრობლემა. საქართველოს და ამას მე ნამდვილად ნიშნით მოგები არ ვამბობ. ეს არის დიდი პრობლემა. და ნამდვილად არაფერი არ გასახარებელი არ არის. ერთ-ერთი რაც არის გასახარებელი მართლაც არის ის, რომ საქართველოში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც ძალიან ღირსეულად უგრძელებს ამ დაწოლას და პირველ რიგში ეს არის მათ შორის თქვენი საკრებულო. გუშინ სხვა შორის შეხვდი ქუთაისის საკრებულოს, სადაც პირიქით ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში გადავიდა ხალხი. და ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ არა როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, როგორც ინსტიტუტების გარანტორი. ის რაც ხდება, ეს არის დაწოლა ინსტიტუტებზე. აქ არ არის მარტო ცალკეული პარტიის განადგურება, არ განადგურებაზე საკითხი. თუმცა ტერმინი განადგურება თავისთავად ნიშნებრივი ტერმინია. როგორც ვერავინ ვერ გაანადგურებს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენ მიერ აშენებულ შენობებს, რამდენი გეგმებიც არ უნდა დააწყონ და ბულდოზერები ყოთ მომართულო მოდი მივადგე დავანგროთ, იმდენი ავაშინეთ, რომ არ ეყოფა პრემიერ-მინისტრს შემდეგი 50 წელი, რომ ჩვენი აშენებული ბოლო 8 წელიწადში მიწასთან გაასწოროს, როგორც იმუქრება. ისე ვერავინ ვერ დაანგრევს იმას, რაც ჩვენ შევქმნით და თავარი ჩვენ შევქმნით ის, რომ ჩვენ შევქმნით ქართული სახელმწიფოებრიო, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია. მე ძალიან გული მткиოდა გუშინ ქუთაისში, სადაც ეხლა იმას ვიღებ Facebook-ზე, რომ არ იყვნენ ესენი ქუთაისელები, არ გეწყიდოთ და რაღაცას მეუბნებიან მიშა და ეს მე ყველაზე კარგად ვიცი ვინც იყვნენ ეს საოცრებები, რაც იქ იყვნენ შეკრეფილი. ეს 30-50 თუ 60 კაცი. მაგრამ პოლიციელები სუბოდიში ხდიდნენ, იმიტომ რომ დირიდან მიიღეს ინსტრუქცია, რომ არ გაეკაროთ, მიეცეთ საშუალება, რომ ამ რაღაც სუბიექტებმა, აქტივისტებმა ერთი კონკრეტული პარტიის რაღაცა გაუკეთონ პრეზიდენტს. და გუშინ რომ დაინახეს, რომ არ გამოუვიდათ, ეხლა კანონში აქვს პარლამენტში, რომ პრეზიდენტის დაცვის სამსახურში ჩამოვიდა პრეზიდენტის დაცვის გარეშე. წაიღოს დაცვა. დაცვა ჭირდება იმ კაცს, ვინც ამას აკეთებს. 4-ჯერ მეტი დაცვა ჭირდება, 5-ჯერ მეტი, კარგი ქონება აქვს დასაცავი და ავლადიდება. მე დაცვა არ მჭირდება ჩემი ხალხისგან და არავისგან. მე არც ქონება მაქვს დასაცავი, როგორც მათ გქონიათ, არც ამ სიამოვნებით ვივლი მარტო, შევხვდები ყველას და მაინც ყველაზე მაგარ სამუშაოს ჩავატარებ და მაინც ყველაზე კარგ კამპანიებს ჩავატარებ და მაინც მივახცევთ იმას, რომ საქართველოში არ დგება კანონიერება და წესრიგი. და კონსტიტუციური ცხოვრება გაგრძელდება და ადამიანის უფლებები იქნება განუხრელად დაცული. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ
თურმე მე იმიტომ გამოდივარ და იმიტომ ლაპარაკობ რაღაცებს, რომ აგარაკების შენებლობა შეუჩერეთო მასო. ამ განცხადებას ბილად რომ თქვა უცნაურად აკეთებს ჩემ მიერ და თქვენს მიერ გაზიზინებული აშენებული გორის ბაზის ტერიტორიაზე. ყველა ისინი გამოდიან ეს სუბიექტები, რომელიც ჩაოხრებულ მე არ ვახსოვ თქვენ არ გახსოვთ როგორი შენობები იყო პოლიციის ყველაფრის. ეხლა დააბრუნეს ისინი ჩაოხრებულ შენობებში იყო ერთ-ერთი დენის წყარო სადაც იყო ტელეფონი რომელსაც უერთებდნენ ხალხს აერთებდნენ. დააბრუნდნენ ეხლა ჩვენ მიერ აშენებულ შენობებზე ამ ჩვენ მიერ აშენებულ შენობების ფონზე აკეთებენ განცხადებებს. და აკეთებენ განცხადებებს რაღაც ჩვენ კორუფცია და ჩვენ რაღაც აგარაკებზე. სინდისის ხო კარგი საქონელია. 11-ჯერ გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი. ეს როგორ ხდება ერთი მათემატიკაში მე მესმის რომ ბევრი მათგანი მოიკოჭრებს ოროსნების დიდ ბრიგადასთან რომ გვაქვს საქმე მარტო გრეველების არა. მაგრამ როგორ ხდება ეს ერთი და ერთნაირი თან 11-ჯერ ბიუჯეტი გავზარდეთ, თან ამდენი რაღაცა ავაშენეთ და თან ჩვენი აგარაკების მოვიწყეთ და პირადი ცხოვრება და ადრე არ ხერხდებოდა რაღაცნაირად ესეთი კანტოლებები და ესეთი მათემატიკა. ყველაფერი პირიქით გადმოტრიალდა. და მე ამის შესახებ ჩვენ ხალხს ვეუბნებოდი არჩევნების წინ, რომ ჩვენ გვეგონა რომ ყველაფერი იყო თავისთავად ბუნებრივად გარანტირებული. გარანტირებული იყო რომ ბავშვის გაშვება შეგვიძლია ქუჩაში. გარანტირებული იყო რომ ხელფასები და პენსიები იზრდება. გარანტირებული იყო რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება და ახალი ქალაქები შენდება და რა თქმა უნდა მე ვუთხარით ჩვენ გვეუბნებოდი ჩვენ მოქალაქეებს რომ მეგობრებო ჩვენ შეგვიძლია გონია რომ ეს ყველაფერი გარანტირებულია. და ეხლა გონია რომ კიდე ვიღაცა მოვა და დამატებით კიდე რაღაცას უფასოდ მოგცემს, კიდე რაღაცა ხელს გაგვიმართავს, კიდე მეც გაგვიკეთებს, იმიტომ რა თქმა უნდა ხალხს ძალიან უჭირს. ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრს და ეს მე ძალიან კარგად ვიცი. მაგრამ მე ვუბნებოდი რომ გვესმოდეს რომ ეს ინსტიტუტები ყველაფერი რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არის დიდი შრომის და დიდი ბრძოლის პასუხით მოპოვებული. აი ეს სუბიექტები, ეს კოლექტიური თამაზაშვილები, ნაცვლიშვილები, ახვლედიანები, ეს ნაცვლიშვილი რო აქვს ერთ-ერთი. მე მახსოვს პარლამენტში რომ შევეით ვარდების რევოლუციის დროს ის იყო შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული მარჯვენა ხელა ჩინოვნიკი. პარლამენტის ფოიეში იდგა და ზლუქუნებდა, ცხარეთცრებლები ტიროდა. რომ ცხოვრება დაენგრა, მისი კორუფციული სამყარო დაენგრა, მისი გეგმები დაენგრა. ეს ხალხი დაბრუნდა უკან. და ამ ხალხს კონკრეტული პროგრამა აქვს ძალიან. პირადი გამდიდრება და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლა. იმიტომ რომ და ხშირად ამბობენ, ნაციონალური მოძრაობის მთავრობის დროს ხო იჭერდა ვიღაც ხალხს. ჯერ ერთი ციფრებს და რაოდენობას შეხედეთ. პატარა ქვეყანა საქართველოს ამ რაოდენობის დაპატიმრებული ადამიანები პროცენტულად ყველაზე რთულ ეპოქებში არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში ბოლო ათწლეულებში. მათ შორის როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი. მაგრამ ძალიან მარტივი არის რა, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ დაიჭირეს ვთქვათ რევოლუციის რევოლუციის შემდეგ აპატიმრეს და პასუხი აგებიეს ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს. იმ ადამიანმა ჩააბრელა საქართველო. ფულს აკეთებდა იმაზე, რომ საქართველოში არ ყოფილიყო დენი. ახლა დაიჭირეს ალეკო ხეთაგური გუშინ, რომლის გამო საქართველოში არის დენი. იმიტომ რომ ალეკო იყო თელი ეს პერიოდი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. დაიჭერეს ალეკო ხეთაგური, რომლის გამო ბიუჯეტი მათ შორის როცა ფინანსთა მინისტრში გადავიდა, მანამდე ვერ მუშაობდა, 11-ჯერ გაიზარდა. განსხვავება აღარ არის საქართველოს დამბნელებელსა და ფულის მომპარავს შორის და იმ ხალხს შორის, ვინც ეს ფული მოატარია. დაიჭერეს გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი კორუფციასთან საქართველოში, მანამ სანამ სახელმწიფო სამსახურში იყო. მე წავიდა საუკეთესო უცხოური განათლება მიიღო და დაბრუნდა საკუთარ ქვეყნის სამსახურად გაიჭერეს ამ ოროსნებმა მართლა ორი წიგნი რო არ აქვს საკითხი რომელიც მარტო იციან თვლა დოლარის ნიშნებს ცნობენ და ეს არის სამართლიანობა და ეს არის ის რისი აღდგენა ჩვენ რისი აღდგენისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ დაიჭერეს დამენია რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი სახელმწიფო მოხელია საქართველოში, ვინც რამე მინახავს მე პირადად ცხოვრებაში. საერთოდ არ აინტერესებს პირადი საკითხები, არც არასოდეს არ მიკარები ამ პირად საკითხებს. მომპარავი გამოდის ციხიდან, კორუმპირებული ზის კაბინეტში და იჭერს ის ვინც ებრძოდა კორუფციას და ვინც ებრძოდა კრიმინალს. და
და თქვენ გონიათ ამას ყველაფერს ფასი არ აქვს ჩვენი ხალხისთვის და არ გამოყვება ამას ყველაფერს შედეგები. შედეგი უკვე მოყოლია რუსთავის გაჩერებული გზა, ამის შედეგია. რუსთავის გაჩერებული პარკის შენობილობა, ამის შედეგია. რუსთავის გაჩერებული პროცესაკრა, ამის შედეგია. სოციალური დახმარების ლოზუნგით მოსული მთავრობა გუშინ ვიყავი აჭარაში, ყველა სოციალური პროგრამა შეაჩერეს. გასაგებია რომ აჭარაზე კიდე განსაკუთრებული შურიზიების ისა мотиваცია. ავიდა აჭარის უზენაეს საბჭოს კომისია ახლა დაშენებულ თაობებს, რომელსაც თელი მსოფლიო შენატრის. და გამოიტანეს დასკვნა რომ ამბანის კოშკი დასაშლელიაო და უნივერსიტეტის შენობა დასაშლელიაო. ეს ხალხი საერთოდ სხვა პარალელურ სამყაროში არსებობდა, არსებობს. სად იზრდებოდა, სად საერთოდ რა ფასეულობებით